ესეც გავრცელებული დაავადებაა ჩვენში. და განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, რომლებიცაც უყვართ წიგნების კითხვა. ბევრს რომ კითხულობენ და რომ ხვდებიან, რომ სხვა ადამიანთან შედარებით ბევრი ინფორმაცია აქვთ, ბევრი წიგნი აქვთ საკითხული, ყველას არა, მაგრამ ბევრს ემართება ასეთი რამ, რომ ზევიდან უყურებენ სხვა ადამიანებს. ეს ერთი, მაგრამ მთავარი რაც არის, მათ უკვე იმდენად თავიანთი გონების, შესაძლებლობების და ძალის იმედი გააჩნიათ, რომ ღმერთის სიტყვას ვეღარ ენდობიან. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა გეუბნება, რომ ისეთ რაღაცებს, რაც რწმენით მისაღებია და არა გონებით. ანუ არის რაღაც, რაც გონებით უნდა მიიღო ის სიტყვასა და გამოცხადებაში, მაგრამ არის რაღაც, რასაც გონება ვერ ვიწვდება და წმენით უნდა მივიღოთ. მაგრამ აი სადუკეველები არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ გონებას ეყრდნობიან, გონების შესაძლებლობას, მაგრამ ამავე დროს არიან გონებით ავადმყოფები და დაავადებულები სულიერი თვალსაზრისით, რადგან მათ გონიათ, რომ ღმერთის შემეცნება, ღმერთის საიდუმლოების შემეცნება შესაძლებელია გონების ძალით და თუ რამეს გონება ვერ ცდება, იმას უარყოფენ. ასე რომ აი ეს მერე გადადის, რა თქმა უნდა, ამ პარტავნებაში, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენაში